გვაქვს ძირითადი ჩვენი პროექტები ჰოლივუდიდან. მუშაობთ HBO-ს, Netflix-ის, Paramount-ის, Sony-ის, ყველას. ძირითადად ყველა დიდი ბრენდების პროექტებზე. ანუ ჩვენ ესე რომ ვთქვათ, აუდიოთი პირდაპირ ვეხებით ადამიანების ყურის მემბრანას. ანუ ესე ვეხებით ყურის მემბრანას. ხო, ანუ ეგრე გამოდის, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ის ინფორმაცია რომ მიიღოს ადამიანმა ყურში, ის მემბრანა რაღაც კონკრეტული სიხშირეებით უნდა ახდენდეს მოძრაობას, რომ შემდეგ გადაითარგმნოს ეს ინფორმაციაში ადამიანის ტვინში. როგორიც ბრენდი არის, ანუ რა შინაარსსაც ატარებს, რა ფილოსოფიაც აქვს, რა სტრატეგიაც აქვს, ეს ყველაფერი უნდა აისახებოდეს ვიზუალურ ბრენდინგში. ეს ყველამ ვიცით. ზუსტად ანალოგიური არის აუდიოში, ანუ აუდიო, როდესაც არასწორი ბრენდინგით კეთდება, იგივეა რომ არასწორი ლოგო გქონდეს. აი ეს ზუმერული ფასები ტვინში რატო ესე ჩაწერილი და ანუ არ საიდან რომ მოდის ხოლმე და დამიფიქსირებია მეც, ანუ როგორ ჩაწერეთ მოკლედ. ემოცია რომელიც იმ ამბავმა მოგიტანა რა, ასე ვთქვათ, დაარქივებას ახდენს და შენ თავში რჩება ამ ტონით რა. შეიძლება ეს კონკრეტული რგოლი არ გახსოვდეს, მაგრამ ემოცია გახსოვდეს და ამ ხმას რო გაიგებ ეს ემოცია იღვიძებს.